იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. ნერვიული ვასოს ზღაპები. ძალიან მეტყობა წითლები? 2 საათი საცობში ვდგავა, რა უბედურებაა რა არის. ვასკა, მოიხოდე, ეხლა დავიწყებთ. всё, მადლობა, გაიხარე. მადლობა, ნინი, გაიწიე? გაიხარე, ესეც რო ვერ გავატხოვე კიდე დარჩე ესე გავ. ვასო, მობილიზება, ეხლა? კარქასიაზე რა დეკი? კარქასიაზე როგორ უნდა ვიყო, ბიჭო, 2 ბილეთი ვერ ვიშოვე ფეხბურთის, 2 ბილეთი. გადამყიდველების დედას მე. მომისმინე, დაივიწყე, ყველანაირი პრობლემა დაივიწყე, ხო? შენ ხარ საბავშვო გადაცემის წამყვანი. შენ ხარ არტისტი. კი ბატონო. შენი ზღაპრებით ბავშვები იძინებენ და უყვარ ხარ. მზად ხარ? მზადავარ, დავიწყო. აბა, 3, 2, 1. რეკია! საღამო მშვიდობის, ჩემო საყვარელო ბავშვებო. ეთერშია თქვენი უსაყვარლესი გადაცემა ვასოძიას ზღაპრები. იყო და არა იყო რა. ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, ჩემო საყვარელო პატარებო. დღეს მოგიყვებით ზღაპარს ნაცარქექიას შესახებ. სტოპ! რა სტოპ, შედე და რატო გამაჩერე? რა ნაცარქექია? წითელ ქუდა შეჩემა. წითელ ქუდა თუ არის, რომ საწერია დედა გადამიჩარე, მაშინ გადამიჩარე წითელ ქუდაზე მაშინ. ჩახე, წეგან არის მეორე ბიჭე. წითელ ქუდა. მიდი, მზად ხარ? ვაფშე ზღაპარი, რა ზღაპრები? ბავშვი, სხვა ბავშვები არიან ხა, რა შემეხებათ მაგ ზღაპრები. წითელ ქუდა არა ისა. ბიჭო, შენ გააკეთე საქმე, ეხა დააყენე სახე, მიდი. გაიღიმე, ღიმილი. კარგია. იყო და არა იყო. ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. ერთ სოფელში ცხოვრობდა პატარა გოგონა. ამ გოგონას დაბადების დღეზე ბებიამ წითელი ნაქსოვი ქუდი აჩუქა. სადაც მიდიოდა ამ ქუდს გავდა. ამიტომაც წითელ ქუდა შეარქვეს. სტოპ! რა შეჭება რა გინდა? ბიჭო, ხმაზია პრობლემა, შეჭება მაცარი შენი დედამო. რა გახდა ამ ტელევიზიაში ერთი პეტრიჩკა? რა იყო ეს დედანატირები? რა უბედურება? რა იყო ბოდიში? შემახერა. всё, ეგარი. დაილაპარაკე. ამერია, სად იყო ახლა წითელ ქუდა? ორი ბილეთი რა გახდა? კაი, ბიჭო. საბერძნეთი საქართველოს, ესე დედამო. 2 ბილეთი რა გახდა? ტელევიზიას არ შეუძლია რომ გამიშვას? ვინ გაგიშვეს, ბიჭო, ხო ხედა როგორი ძღვნა იყო ბილეთებზე? ვინ გაგიშვეს? ვინსად გაგიშვეს? დაივიწყე ხა ბილეთები, საცობები, ყველაფერი გაიღიმე, ღიმილი. ყილები, ბიჭო. კარგია. მზად ხარ? კი. მიდი. წითელ ქუდამ დედიკოს გამოართვა ღვეზელები და გაუდგა გზას. მიიჩქარის წითელ ქუდა ბებიასთან და უცებ გზად შემოხვდა რუხი მგელი. აი მან დაენძლა შენ წითელ ქუდას მუდეჭველი. ასკა რა გჭირს ბიჭო შენ? მან დაენძლა. რა გავაგძელე? რა გავაგძელო ბიჭო? რა გავაგძელო? რა მგელი შეხვდა წითელ ქუდას საწავავს. შო ეგრევე. მაგ წითელ ქუდას შეჭამს, გამოამუშავებს და თავისივე წითელ ქუდი გამოიწვევს და გადააგდებს ეგრევე. ასკა ამას ეთერში ვერ გავუშვებ. ამ ჩებეხებს თუ ვერ გავუშვებ კიდე. მომისმინე. აუ გეხვეწები რა ზღაპარი მოყევი და იქიდან დაიწყე რა რუხმა მგელმა რა უთხრა. ბიჭო, ბავშვებს კიდიათ ეშენი ზღაპრები დამიჯერე რა. დამიჯერე TikTok-ი არის მაგათვის თავარი. ვაფშე ფეხებზე კიდიათ, უნამუსობ იყო. თავარი არის iPhone 15. მიეცი თელდრე დავაი და აღარ არის. ეგ იყო ჩვენ დროს იყო ეგ. ბიჭო, შენი გადაცემა ძალიან რეიტინგულია გეუნები რა. უყვარ ხარ ბავშვებს. ხო და გამოიყენე რა ილაპარაკი. თუ უყვარ ბავშვებს ემილიას ჩემზე მეტი შემოსავალი რატო აქვს? რატო აქვს ამიხსენი ემილიას ჩემზე მეტი შემოსავალი მაშინ? უყვარ ვარ არა ფეხები კიდე რომ. ვინ უყურებს გეხვეწები ამ ობას გაჭედი? ვასკა, ამას ეთერში ვერ გაუშვებ. ამ ჩემ ფეხებს თუ ვერ გაუშვებეთ, გითხარითო? ბილეთი ვერ მიშოვე, შენ კაცი ხარ, რეჟისორი ხარ, შენ რეჟისორობას. ბიჭო, დაიწყე ფეხე თუ არა? ბევრი არა თუ ცოტა არა წითელ ქუდა. მე თქვენი დედა
ბევრი იარა თუ ან ბევრი იარა, ან ცოტა იარა. კალამი ხო გიჭირავს ხელში. კალამი გიჭირავს დაწერი, ანი არა, ბევრი ან იარა თუ ვის ატყუე, ბიჭო. რა მე ჩავასწორო. რა ჩამოყალიბებული ეს დედა ვერაჩვაში ვართო? ტექსტ მიყევი რა, არ უნდა ბიჭო, ეს შენი აზრების ჩაკვეხება მაგაში. ბიჭო, ვასო, დამშვიდებელი დალიე. დავლი, აჰა კიდე დავლე, აჰა. კეთილის ზღაპარი მოყევი, ბავშვები. გადაობს და რა კეთილის ზღაპარი, ვაფშე ამის მოკლე შინაარსი გახსოვს. რა, ამის შინაარსი გახსოვს რა, არაფერი. დედა აგზავნის ბებიასთან შვილს, რომელმაც უნდა მიუტანოს ქადები. უღრანი ტყით, ბიჭო, რა. ქადები არა, ღვეზელი. ღვეზელი თუნდაც ამიშველება, როგორი დედაა, ბიჭო, ეს არის დედა კიდე ყულია გეუნები რა. დღეში უჟეს ბავშვს. რაზე უნდა ლაპარაკო? აუ ბიჭო, კაი, იქედან დაიწყე პირდაპირ რა, ბებოს რო ეუნება რა. ბები წითელ ქუდა რომელიც. ოკეი. წითელ ქუდა ეუბნება მგელს. ბებია, რატომ გაქვს ამხელა კბილებიო? მგელმა იმიტომ რომ კარგად უნდა შეგახრამუნო და შეჭამო. უთხრა წითელ ქუდას და შეჭამა. მგელმა ბებია შეჭამა, ანუ მგელმა შეჭამა ბებია, ანუ ორი წარმოიდგინე, მგელმა შეჭამა ბებია, შვილი შეჭამა, ანუ მგელი არის მაძღარი და მე ვარ მთელი დღე მშიერი, წარმოიდგინე. მშიერი ვარ, ეს დედა ერთილობიანი გადმომიტანი კაცი არა ხარ ბიჭო. ბიჭო, არ დარიცხულა ხელფასი რა გინდა? ვახ, მიდი, ჩავწერო და მე დაგპატიჟებ, მიდი. მიდი. და რა საკითხება, მგელი უზის ბებიას ეუნება, ვის ატყუე, ბიჭო, ვის ატყუე? გეუბნებ თანამედროვე ბავშვებს, ვაფშე სხვა ტიპები არიან, ვერ ხვდები? ვერ ხვდები, ვაფშე მგელი როდის ლაპარაკობს შვილი ვიყო მითხარ. სად გინახავს რომ მგელი ლაპარაკობს? შეჭემა ზღაპარია, ზღაპარი. მაგას უნდა რომ ინადილოს და ვიღაცა შეჭამოს, ზღაპარი არა, ხაობაა ბოჭი. ამხელა კაცი რაღაცას მაკითხებთ რა. კაი, მაშინ იქიდან დაიწყე მონადი. ვაფშე რო იცოდე მგელი მაგარი როჟაა, რო იცოდე რა, მგელი არის რატოა მაგარი რო იცოდე რა. რატოა მაგარი როჟა? მაგარი როჟაა, იმიტომ რომ მონადირი ტიპი და კაი ტიპია ვაფშე მგელი. ვაფშე მგელს მიდება ზედმეტი რამე უთხარი. მე უთხარი ხო, აბა მონადირეებმა ისროენ მგელს, ჩემ ფეხებს ესურიან მგელს. მიდი აბა მოკალი მგელი. მოვა გედეი არასამთავრობოები რაღაცა თან პ***ს თუ იყოს მგელი და გეი ვაფშე დაგენცრა ბოჭი. ვაფშე შეიკრიბებიან ესენი რა კამერებით რაღაცა. ვაიმე ამან მგელი, კაი მე გეი მგელი მოკლა და ერთი ამბავი იქნება მაგას. მიდი მოკალი აბა მგელი. ვასკა, ყურადღებით. იქიდან დაიწყე. მუცელი რო გაუჭა მონადირე. ვაფშე რა მინდოდა ტელევიზიაში, ვაფშე რა მინდოდა. ბიჭო, ჩავწეროთ ეს გადაცემა. დედა არ ვიპოვო. კაი, ისა, უცებ ბებიას სახთანო მონადირემა ჩაიარეს, აი ეგ თქვი. იქვე შორი ახლოს ბებიას სახთან მონადირეებმა ჩაიარეს. აი რატო ჩაიარეს მონადირეები? რატო ჩაიარეს? გეუბნები, უჩო ერთ-ერთი მონადირე უკანავებდა იმ ბებიას, გეუბნები. მე ბოზი იყო, რატო ბიჭო, შემთხვევით არაფერი არ ხდება ძმაო. დღეში ბებია ცხოვრობდა და 4 მონადირემ ჩაიარეს, შანსია ვის აბოლებს შეჭება. ვასკა, მოყევი ეს დედამული, მოყევი რა. ზღაპარი მოყევი. ნახავ, აი ბოლოსში ნახავ თუ არ უკანავებს? ნახავ. დაწყნარდი, ეხლა და გააგზელე, მიდი. ვაფშე ვისია ეს წითელ ქუდა? ვისია ვაფშე ეს წითელ ქუდა? ვისია და შალპერო. აი მაგ-პეროს გავუთხეთ ეხლა, მაგაც მოდით. მაგარ ბილეთს მო. ხუთის ბილეთი ვერ გიჭირე. ბიჭო, გადაცემა ჩავწერე. მოდი ბიჭო, აი. ვასო. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.